აბა როგორ ხართ მეგობრებო? იმედია ყველანი კარგად. ეგრეც უნდა იყოს. დღეს ვისაუბრებთ ჭიბუხის წმენდის შესახებ, რომელიც არის აუცილებელი უნარჩვევა, რომელიც უნდა გამოიმუშაოთ, თუ გინდათ რომ ჭიბუხთან ურთიერთობა იყოს ჯანსაღი და დაცული. არსებობს წესები, რომელიც უნდა დავიცვათ და არსებობს ინდივიდუალური წესები, რომელიც შეგიძლიათ თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ, გინდათ თუ არა აი ამ წესებს მივყვეთ. აუცილებელი წესები არის ის, რომ ჭიბუხი აუცილებლად უნდა იყოს გრილ მდგომარეობაში, როცა დაშლით და არ უნდა გააჩეროთ ღამით გაუწმინდავი ჭიბუხი. რაც შეეხება ინდივიდუალურ წესებს, მე ჩემს თავზე ვიტყვი ამ შემთხვევაში არის ის, რომ აუცილებლად ვიყენებ მე ალკოჰოლს, ალკოჰოლი წმინდავ, მხოლოდ მუშტუკის ნაწილს, ხოლო თქვათ თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ გააჩნია რამდენად სისტემატურად გამოვიყენებ ჭიბუხს, უკეთებ ღრმა წმენდას, რომელზეც ცალკე ვიდეოში გვექნება საუბარი. მოკლედ, ეხლა ვისაუბრებ აი ამ ჭიბუხზე, ეს არის სავინელის მინუტო ჭიბუხი, პატარა ჭიბუხია, თუ არ გინდათ რომ დიდი რაოდენობით თამბაქო მოსწიოთ, მიახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ყოფნით და ეხლა ხან დავასრულე, გაგრილდა კიდეც და ეხლა დავიწყებ აი ამის გაწმენდას. მოკლედ, აი ეხლა ნახეთ, არის შიგნით უკვე ნამწვი დარჩენილი, აი რომელიც გამოყრასაც დავიწყებ ტამპერის მეშვეობით. შიგნით მოუყრევ ასე, რომ კარგად გამოიყაროს და სალფეტკზე ასე შევეცდები, რომ გადმოვყარო ლამაზად. ზედმეტი, ასე ვთქვათ, კაკუნის და რაღაც იმის გარეშე. არ ჭირდება დაკაკუნება და რაღაცები არ ჭირდება რა, ანუ საკმაოდ იყრება და როცა უკვე გადმოყრილია და თავისუფალია, ხედავთ, შიგნით აღარ არის. მე უკვე მოხსნით მუშტუკს და მუშტუკიდანაც გამოიღებთ ფილტრს. აი, ფილტრი. ფილტრი შეგიძლიათ ორჯერ გამოიყენოთ, დატოვოთ ესე და ცოტა თუ ნამიანია გაშრება, სველი თუ არის გაშრება და შემდეგ ისევ თავიდან გაუკეთოთ. რაც შეეხება მუშტუკს, დავიწყოთ მუშტუკით. ესე იგი, მუშტუკის გასაწმენდად მე ვიყენებ კიდევ ერთხელ როგორც გითხარით ალკოჰოლს, ამათ ჩემის გამოხდილი არაყია, რომელიც 70 გრადუსზე მეტია მგონი სიძლიერის და ანუ აი ესე შიგნიდან სანამ გამოვა თავი, მანამ ესე გავიტან, შევიტან. აი ესეთი რაღაცა. ანუ რატომ არის ახლა ჩემი აზრით ალკოჰოლი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აი აქ გინდა არ გინდა ნერწყვი ხვდება ყველა ვარიანტში და ნერწყვში კიდევ უამრავი ბაქტერიაა. აქედან გამომდინარე ეს ბაქტერიები უნდა აალაგოთ, რომ რაღაცა, არ ვიცი, მოკლედ. შეიძლება თეორიულად რაღაც დაავადება გაგიჩნდეთ, ხო? ანუ აი პირში ჩავიდეს ბაქტერია, დაიბუდოს ან რაღაც, არ ვიცი, მოკლედ. ჩემი აზრით აუცილებელია რომ ალკოჰოლმა ეს ბაქტერიები აალაგოს, რომელიც ნერწყვით დიდი ალბათობით რჩება აი ამ მუშტუკში. ეს ალკოჰოლი ამ მუშტუქს შიდა მხარეს არ აზიანებს არანაირად. რა თქმა უნდა, არ ვემხრობი იმას, რომ ეს ალკოჰოლით გაწმინდოთ ჭიბუხი და ჭიბუყის ყუნწი, იმიტომ რომ ალკოჰოლი ამ ხეს აშრობს და მე შეიძლება გასკდეს. და მხოლოდ ალკოჰოლით დასაშვებია რაღაც პერიოდულობით ღრმა წმენდის დროს. თუმცა მუშტუკისთვის ყოველთვის გამოიყენეთ ალკოჰოლი. ჩემი რეკომენდაცია იქნება, თუმცა თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ. აი ეს მხარე გაიწმინდა, ეხლა მეორე მშრალ მხარეს გავატარებ შიგნით, აი ესე. და ფაქტიურად მუშტუკი გაწმენდილია რა. აი ამას მეტი არაფერი არ ჭირდება. ეხლა ეს გადავდოთ გვერდით. აი თქვა დავდოთ აქ. აი ამას დავახუროთ თავზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აი ამ ჩვენ ჭიბუხის ესე დავკეცავთ სალფეტკს და მარტივად ესე ამოვწმინდავთ შიგნით, რომ არ იყოს არ ჩარჩეს ესე. ნახეთ, გამოვიდა, ხო? ასევე ამ სუფთა ნაწილით, აი ეს თავი მოუწმინდოთ
ვიღაცა ნახე YouTube-ზე რომ რაღაც თიცის ველებდა და იმიც მინდავდა, არ არის საჭირო ეგ რაღაცები, რაღაც ფანტაზიები. რა თქმა უნდა, ყველას, ანუ კიდევ ერთხელ წინა ვიდეოში მე ვახსენე რომ და მე ვფიქრობდი მაგაზე რომ ვინც მეთქი ბოლს უშვებს დიდს თქო, იმან მოწევა არის ის თქო, მაგრამ არასწორი რაღაცა ვთქვი, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ეგრე უსწორდება, რომ დიდი ბოლი გამოუშვას. ანუ ჩიბუხი არის ყველაფერი ინდივიდუალური, ხო? შენ როგორც გისწორდება და როგორც მოგწონს, ისე უნდა მოწიო, ხო? თუ ვიღაცას მოგწონს, რომ თითით დასველებით მოწმინდოს, კიდევ ერთხელ კი ბატონო. თუმცა მე გაჩვენებთ როგორც მინდა მე და რას უწევ რეკომენდაციას, თუ ჩემს რეკომენდაციას ენდობთ. კარგით, ანუ ეს ამოვწმინდე. ეხლა აი ამ ნაწილს, ნახეთ, აი ამ ნაწილს აქედან აი ესე შევეცდები, რომ შიგნით თუ არის თამბაქო ჩარჩენილი, ისიც გამოიწმინდოს. ნახეთ, ყოფილა ხო რაღაც გამოიყარა. აი ესე. და კიდევ ერთხელ ერთი სალფეტკი გამოვიყენოთ. აი ამის ამოსაწმინდად. თუ არა მიდარჩენილი რომ ამოვიდეს. კი ბატონო. ამოვიდა. აი ამასაც მეტი არაფერი არ ჭირდება. შეგვიძლია ეს დავდოთ. ერთიც მეორეც, აი აქვე. რაც შეეხება აი ამ ტამპერიც გავწმინდოთ აი ამ სალფეტკით. იმიტომ რომ ამაზეც არის ნაცარი დარჩენილი. და ეგ არის სულ. აი ეს პროცესი არ უნდა დაგეზაროთ არანაირად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აი სულ არის ალბათ რა ვიცი 5 წუთის პროცესია, რასაც უყურებ და ამის გამო შეიძლება რაღაც გართულებებს კონდეს ადგილი და ამიტომ ძალიან გთხოვთ და რეკომენდაცია არის რომ აუცილებლად თუ თქვა დღეში 2-3ჯერ ეწევით ერთი და იმავე ჩიბუხიდან კი ბატონო შეგიძლიათ გამოიყენოთ 2-3ჯერ, მაგრამ დღის ბოლოს აუცილებლად გაწმენდ მდგომარეობაში შეინახეთ, დაასვენეთ, როგორც იცით, ჩიბუხს აუცილებლად ჭირდება დასვენება 12-დან 24 საათამდე. 24 საათი იდეალურია. სულ ეს არის მეგობრებო, მეტი არაფერი. აბა კარგად იყავით.